საქართველოს გზები და ინფრასტრუქტურა, მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტები, რა ეტაპზეა მაგისტრალებისა და შემოვლითი გზების მშენებლობა, რა კეთდება იმისთვის, რომ ტურისტებმა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ჩვენს ქვეყანაში სწრაფად და კომფორტულად იმოგზაურონ. რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მოსახლეობამ ამ მასშტაბური პროექტების განხორციელებით? რადიო იმედის ეთერშია გადაცემა საქართველოს გზები. დღემშვიდობისა მოგესალმებით, თქვენ რადიო იმედს უსმენთ მთელ საქართველოში და გვაქვს შესაძლებლობა დღეიდან ყველა თქვენთაგანი ყოველ ხუთშაბათს 16 საათსა და 15 წუთზე დაგვპატიჟოთ გადაცემის საქართველოს გზების მოსასმენად და არა მხოლოდ მოსასმენად, ანახავად კიდეც ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით და ასევე პორტალებზე იმედი G და My Video G. რაც შეეხება მაგთის IP ტელევიზიის მაყურებლებს, თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენი ნახვის შესაძლებლობა თქვენ გაქვთ 53 არხზე. მაშინ ასე როგორც უკვე გითხარით, ყოველ ხუთშაბათს 16 საათსა და 15 წუთზე საქართველოს გზები და ინფრასტრუქტურა მიმდინარე თუ უკვე განხორციელებული პროექტები. რა ეტაპზეა მაგისტრალებისა და შემოვლითი გზების მშენებლობა, რა კეთდება იმისთვის, რომ ტურისტებმა სწრაფად და კომფორტულად იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანაში და ასევე რა მასშტაბური პროექტების განხორციელებით შეიძლება რომ სოციალური და ეკონომიკური სარგებელი მივიღოთ. ეს ყველაფერი შეგიძლიათ სწორედ ყოველ ხუთშაბათს მოусმინოთ ჩვენს ეთერში 16 საათი და 15 წუთიდან. და დღეს ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ გადაცემის სტუმარს მივესალმოთ პირდაპირ ეთერში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. ირაკლი ქარცელაძეა სატელეფონო ხაზზე. ბატონო ირაკლი, დღეს აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენი ურთიერთობა და გადაცემა პირველი, რომელიც ეთერში გადის, ემთხვევა მეგზევეების პროფესიულ დღეს. ასე რომ სარგებლობ შემთხვევით და გილოცავ თქვენს პროფესიულ დღეს. მე ვიცი, რომ ის გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება. მოდით ვუთხრათ ჩვენს მსმენელს რა მდგომარეობაა დღეს კორონავირუსის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. მე ვიცი, რომ არ გაჩერებულა ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები და 2020 წელი ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა. დიდი მადლობა ბოლოსთვის, ნამდვილად სიმბოლურია ჩვენი პირველი გადაცემა და მეგზევის დღეს სარგებლობ შემთხვევით და სრულიად მეგზევეთა საზოგადოებას ამ დარგში დასაქმებულ ყველა ადამიანს მიულოცავ პროფესიულ დღესასწაულს. და პანდემია მიქონია გავლენა, ეს საკმაოდ დიდი ტრადიცია, რომელიც მეგზევის პროფესიულ დღეს აღნიშნავთ ხოლმე წელს შემოიფარგლება მხოლოდ გარკვეული მონაცემების გაზიარებით. ნამდვილად ამაყივართ თქვათ, რომ 2020 წელი ნამდვილად გამორჩეული გამოვიდა, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის 70 კილომეტრამდე გზა იხსნება ექსპლუატაციისთვის, ანუ მოძრაობა იქნება შესაძლებელი. თავისი ეფექტი აქვს ამას ის, რომ თბილისიდან ბათუმამდე უკვე 1 საათის ეკონომია იქნება შესაძლებელი. 46 კილომეტრი აქედან უკვე გახსნილია, დანარჩენი მონაკვეთები აქტიურ სამუშაოებს ვაწარმოებთ და გეგმავთ წლის ბოლოსთვის, ანუ 2021 წლის დასაწყისიდან უკვე ხელმისაწვდომი იყოს და უკვე ეს ეფექტი მივიღოთ. მნიშვნელოვანია ის, რომ რა თქმა უნდა ეს დროის შემცირება ხდება საერთაშორისო სტანდარტით საგზაო უსაფრთხოების დაცვით და გათვალისწინებით. რაც შეეხება მაგისტრალურ სხვა მონაკვეთებს, აქაც მნიშვნელოვანი პროგრესია, ნამდვილად პანდემიას თავისი ზეგავლენა აქვს, ბუნებრივია, თუმცა არც ერთი დღით არ შეჩერებულა სამუშაოები და მაგალითად რიკოთის მონაკვეთი რომ ავიღოთ 53 ირაბიდან 39-ზე ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები და 96 ხიდიდან 53 მათგანზე მიმდინარეობს ასევე აქტიური სამუშაოები. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 5 გვირაბი უკვე არის გაჭრილი და ზოგადად ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი არის. და გვპირდებით, რომ წლის ბოლომდე კიდევ 3 გვირაბი გაჭრა იგეგმება, ხომ? კი, ნამდვილად ასია, თუმცა კიდევ ერთხელ განმეორდები, ეს მოხერხდა პანდემიის პირობებში, პანდემია გრძელდება, შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არსებულ პირობებში
სხვადასხვა ღონისძიებების და პირველ რიგში რა თქმა უნდა რეკომენდაციების დაცვით და სპეციალური პროტოკოლის დაცვით, რომელიც ჯერ კიდე 2020 წლის დასაწყისში პანდემიის დაწყებისთანავე ფებრουარ-მარტში იქნა შემუშავებული, აი ამ ჭრილში მოვახერხოთ და მაქსიმალური პროგრესი მივიღოთ. შთამბეჭდავია არა მარტო ფიზიკური პროგრესის სამუშაოების, არამედ საბიუჯეტო შესრულებების თვალსაზრისითაც გასული წლის ბოლოს, ანუ ამ წლის დასაწყისში დამტკიცებული ბიუჯეტის გადაჭარბებასაც ველოდებით, დღის მდგომარეობით დამტკიცებული ბიუჯეტი უკვე გადაჭარბებულია, სამუშაოები გრძელდება, ჯერ კიდევ წინა დეკემბრის სამუშაოები, ანუ შეიძლება ითქვას, რომ როგორც ფიზიკური სამუშაოების, ასევე ფინანსური კუთხით დაგეგმილზე მეტის გაკეთება შევძელით, თუმცა რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია პანდემიის გავრცობითი გამოწვევები და შესაბამისად ყველა ეს გეგმა ეფუძნება გარკვეულ, ასე ვთქვათ, მიმდინარე მოცემულობას და იმედი გვაქვს, რომ მოხდება ასე ვთქვათ, შესაბამისი შემსუბუქება ამ გამოწვევების, რაც ბუნებრივია უკვე აისახება შესაბამის პროგრესებს. ბატონო ირაკლი, როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თქვენ უკვე აღნიშნეთ, შეუძლებელია საუბარი ავარიდოთ ამიერკავკასიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ხორციელდება, რიკოთის მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, რომ ვთქვათ, აი ეს მასშტაბური სამუშაო, რომელიც გაწიეთ და რომელიც ასევე კიდევ არის დარჩენილი, რით არის განსაკუთრებული და აუხსნათ ჩვენს მსმენელს, რომელიც ახლა ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ამ მიმართულებითაც გადაადგილდება და გავაგებინოთ, რატომ არის ესეთი განსაკუთრებული და მასშტაბური ეს პროექტი? პირველ რიგში ნამდვილად ეხლა დავაფიქსირე, რომ ჩვენ ასე ვთქვათ რადიო გადაცემის შემთხვევაში სწორედ მძღოლებს აქვს შესაძლებლობა თან გვისმინონ და თან იარონ. კი, თან მთელ საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაუწყებლობს რადიო იმედი. ნამდვილადაცია და ყველას პირველ რიგში მშვიდობიან და კომფორტულ მგზავრობას ვუსურვებ და მძღოლები არიან პირველ რიგში ის ადამიანები, რომლებიც პირველები გრძნობენ იმ მნიშვნელოვან ასე ვთქვათ შედეგებს, რაზეც ჩვენ საუბრობდით. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, ნამდვილად ჩვენ საქმე გვაქვს საუკუნის პროექტთან, მსგავსი მასშტაბის მშენებლობა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ამიერკავკასიაში ნამდვილად არ განხორციელებულა. რამოდენიმე ფაქტობრივ მონაცემს მოგიყვანთ მაგალითად. თვითონ ის ფაქტი, რომ 53 გვირაბისა და 96 ხიდისგან შედგება ეს პროექტი, მიანიშნებს რა მასშტაბზეა საუბარი, ჯამურად 2.6 მილიარდ ლარამდე არის მთლიანობაში. გარდა ამისა, ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში ჯერჯერობით, ოღონდ ქვეშეპიკობის გვირაბამდე 1800 მეტრამდე გვირაბი არის სწორედ რიკოთზე. ეს არის არსებული გვირაბის პარალელური გვირაბი, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებული არის. 85 მეტრიც კი გაჭრილი არის უკვე ამ გვირაბის და მეორე პორტალის ასე ვთქვათ სამუშაოები დეკემბერში ფიქრობთ მათ დასრულებას და რეალურად უკვე ბურგვითი სამუშაოები იქაც დაიწყება. ყველაზე გრძელი ხიდი 1320 მეტრი ასევე ამ მონაკვეთზე არის და ნამდვილად ის ტექნიკური და საინჟინრო გადაწყვეტები, რაც გამოყენებულია, მთელი შემთხვევაში უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში არა მარტო უპრეცედენტო, არამედ მათი მასშტაბიც არის მანამდე ასე ვთქვათ პრაქტიკაში რომ არ ქონია. შესაბამისად, უზარმაზარ მობილიზაციაზეა საუბარი. ეხლაც კი, როდესაც პროექტი აქტიურ ფაზაშია შესული და ჯერ დასრულებული არ არის, შეიძლება თვალნათლივ თუ რა პროგრესია საუბარი, როგორი ტიპის გზაზეა საუბარი, 4-ზოლიანი მაგისტრალური ასფალტო-ბეტონის გზა, შესაბამისად არსებულ გზა ძალიან მცირე მონაკვეთებში ხდება მისი გაფართოება, გამოყენება და უმეტესად საუბრობთ ფიზიკურად სრულიად ახალ გზაზე, ასე ვთქვათ, ზედა დონეზე, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უკვე რეალურად ყველა მონაკვეთის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე
წითელი ხიდიდან ლარსამდე რასაც ნაკლებად უკვე 4 საათი იქნეს გადაადგილება შესაძლებელი და მნიშვნელოვანი გარემოება რაც უკვე აღნიშნეთ ბუნებრივია ეს არის ის უმაღლესი სტანდარტი საგზაო უსაფრთხოების რა პირობებშიც გარდა კომფორტული გადაადგილებისა პირველ რიგში სრულიად დაცული იქნება მძღოლი და მგზავრი მოძრაობისას. კეთილი. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს, რომ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე გაჭრილია 5 ახალი გვირაბი და წლის ბოლომდე კიდევ 3 გვირაბის გაჭრა იგეგმება. ამ დროისთვის სამუშაოები 96 ხიდიდან 53 ხიდზე და 53 გვირაბიდან 39 გვირაბზე მიმდინარეობს. ახლა კი გადავინაცვლოთ ქვეშეთი კობის გზაზე და მე იქ ვიცი, რომ 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა უკვე დაწყებულია. იქნებ მოგვითხროთ დამატებით დეტალები. ქვეშეთი კობის პროექტი არის ისტორიული პროექტი. დიახ. რომელსაც როგორც ყველა ჩვენი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი ბევრად უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. თუმცა უამისოდაც არ არის, ვინაიდან მთავარი გარემოება ამ პროექტის განხორციელების გახლავთ იმ გამოწვევების წლების განმავლობაში რაც არსებობდა, ეს არის ზამთრის პერიოდში კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ჩაკეტილი გზა, ეს არის 10 სოფელი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ელემენტარულ საჭიროებებს, სამედიცინო მომსახურებებს, მედიკამენტებს არის მოწყვეტილი ამ პერიოდში. აი სწორედ ამ გამოწვევებზე პირდაპირ პასუხი არის, ვინაიდან ამ პროექტის განხორციელების შემდგომ არც ერთი ეს გამოწვევა აღარ იქნება მარტივად რომ ვთქვათ, რომ კლიმატური პირობების გამო აღარც ერთი დღე აღარ ჩაიკეტება გზა. სტეფანწმინდაში შეძლებთ ჩასვლასაც, სტეფანწმინდელები შეძლებენ მარტივად გადაადგილებას და მოწყვეტილი აღარ იქნებიან. 10 სოფელს უკვე გაუჩნდება ეს შესაბამისი ელემენტარულ საჭიროებებზე წვდომა, მათ შორის სამედიცინო მომსახურებაზე, რაც მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულია 5 კილომეტრიანი დაერთება გუდაურთან, რომელიც გუდაურს უკვე ფაქტიურად თვითშობრივად ახალი ტიპის ტურისტებს, ანუ დილით ჩასულ და საღამოს სამოსულ ტურისტებს შეძენს და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კლავ საგზაო უსაფრთხოების სრული და სტანდარტების დაცვით ხორციელდება და პლუს ამას ეს არის რეალურად იმ 10 სოფლის ფაქტიურად უზარმაზარი პოტენციალი ახალი გუდაურები მივიღოთ. რაც შეეხება ტექნიკური, საინჟინრო და ტექნოლოგიური კუთხით, ნამდვილად უპრეცედენტოა ჩვენი რეგიონისთვის 9 კილომეტრიანი 15 მეტრის დიამეტრის გვირაბი, რომელებიც არც თუ ისე ბევრია მსოფლიოს მასშტაბით და ქვეშეთი კობის 9 კილომეტრიანი გვირაბი ნამდვილად ღირსეულ ადგილს დაიკავებს. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ამ გვირაბთან ერთად ასევე 9 კილომეტრიანი უკვე საევაკუაციო გვირაბიც აშენდება, ოღონდ უკვე 6 მეტრიანი დიამეტრის და მთლიანობაში გვირაბი არამხოლოდ მშენებლობის, არამედ აშენების შემდგომ უკვე ტექნოლოგიური, საინჟინრო უსაფრთხოების კუთხით ყველა თანამედროვე მიღწევას მოიცავს, მათ შორის ასე ვთქვათ ემერგენტულ სიტუაციებში ყველა იმ სტანდარტ რაც ასეთი ტიპის გვირაბებს უნდა გააჩნდეს. ბატონო ირაკლი, 12 კილომეტრიანი გზა, რომელიც ასე ვთქვათ საინჟინრო თვალსაზრისით არ არის მხოლოდ გზა, კიდევ 4 გვირაბი არის უკვე ამ გზაზე და მათ შორის და ხიდები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხიდი ასევე რეკორდულია ჩვენთვის, საუბარი არის მალის ნაშენზე, ეს არის უწყვეტი ნაწილი, რომლის მსგავსით ჯერ ჩვენ არ აქვს თაღოვანი ხიდი, რომელიც არა მარტო საინჟინრო თვალზე, არამედ არქიტექტურულადაც ულამაზეს ბუნებაში ისე არის გადაწყვეტილი, რომ ასე ვთქვათ გარკვეულ თვალსაჩინოება საიტინგ კი ვიზუალურად გეთანხმებით ჩვენ ჟურნალისტებს ქონდა შესაძლებლობა ადგილზე გვენახა და გაგვეცნო ეს პროექტი და ვნახეთ ის ორი მთა რომელთაც უნდა დაკავშირდეს ეს ხიდი რომელიც თაღოვანია და რომელიც მართლაც განსაკუთრებული იქნება. როდისთვის გეგმავთ ამ პროექტის დასრულებას რომ
ეს თემა შევაჯამოთ. პანდემიიდან გამომდინარე სამუშაოების ოფიციალური უფლების დაწყება კომპანიას მიეცა 1 ოქტომბერს და შესაბამისად კონტრაქტით 36 თვეების შემთხვევაში და 48 თვე გვირაბის შემთხვევაში არის გათვალისწინებული, რა თქმა უნდა 48 თვე მოიცავს იმ 36 თვეს, ანუ გვირაბის შატლით 48 თვეში უკვე 1 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი აღნიშნული პროექტის დასრულება ხელშეკრულების მიხედვით. ბატონო ირაკლი, მე ვიცი რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს მთის გზების პროგრამასაც, თუმცა მშენებლობის გარდა მნიშვნელოვანია არსებული გზების რეაბილიტაცია, რას გვეტყვით ამ კუთხით? მთის გზების პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ და შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი მაგალითად შაპილის მიმართულებისთვის საჩხერე ოვნის დამაკავშირებელი გზისთვის ამ პროექტებისთვის გარდამტეხიც კი იყო. რეალურად შაპილის მიმართულების გზის ნაწილი დასრულებულია და 2021 წლის პირველ ნახევარში დასრულდება ხიდების ნაწილი, 17 ხიდის მშენებლობა და რეაბილიტაცია ხორციელდება და ამითი უკვე მთლიანად შაპილის მიმართულება ამოწურული იქნება და შეეხება საჩხერე ოვნის მიმართულებას, აქ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული 2020 წელს და მოხდა უკვე დაკავშირება ზემო იმერეთის და რაჭის, ანუ გაიჭრა ეს გზა და 2021 წელს გეგმავთ უკვე დავასრულოთ 51 კილომეტრი, რაც ბუნებრივია დაახლოებით მინიმუმ საათნახევრის დაზოგვას გამოიწვევს თბილისიდან მაგალითად ომამდე მგზავრობის შემთხვევაში. ასევე კარგი პროგრესით ვითარდება ბაღდათი-აბასთუმნის გზა და აქაც გაგრძელდება სამუშაოები უკვე 2022 წელს და ვფიქრობთ, რომ 2021 წელს და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი მონაკვეთები 2021 წელსაც დაწინაურდება. 2021 წელს დასრულდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის საჩხერე რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც, ხო? კი ბატონო, 2021 წელს დაგეგმილი არის საჩხერე რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დასრულება, ასევე სრულდება რეაბილიტაცია ვახსენეთ ჩვენი აკაციის